საქართველოში სამშობლოს მოღალატეებს, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას მზადდებოდა ერის ღალატის საგულდაგულოდ და ხშირად დაუფარავად. ოღონდ ერთ-ერთ ბრალდებად პრეზიდენტს და ხელისუფლებას უკიჟინებდნენ. კრემლის აგენტებად და მოღალატეებად ელანდებად განსხვავებული აზრის მქონენია. გაზეთ დრონს სათაურშიც კი ქონა გამოტანილი, რამდენი მტერი და აგენტია საქართველოში. დღეს გამოჩნდა რამდენი და ვინ არიან ისინი. ანუ ინტელიგენციის რჩეული, როგორც თავის თავს უწოდებს, კრიმინოგენური ინტელიგენცია. ფიცის გამტეხი თენგიზკიტოვანი და მისი გვარდიელები, სავარძელ დაკარგული მაფიოზები, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი და სხვა ნაძირალები. როცა საქართველოს სანუკვარ მიზანთან მივიდა მოღალატეებს ნერვებმა უმტყუნეს და ნიღბები ჩამოიხსნეს, არიქა ვიღუპებით ქვეყანა დამოუკიდებელი ხდებაო. წუხელ ავტომატიანმა მამა აბრამის ბატკნებმა ბარიკადებად აღმართული მანქანები გაათრიეს. პარლამენტის ფრაქცია ქარტია 91 სპეციალური განცხადებით გამოვიდა, ბარიკადები ნერვებს გვიშლისო. წუხელ გზა გაიწმინდეს უზენაესი საბჭოს შენობისაკენ და ამ დილით 8 საათსა და 5 წუთზე იერიში მიიტანეს მას. ყველა სახის იარაღი გამოიყენეს. აი თქვენ კადრში ხედავთ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც დახმარებას ცდილობენ ერთ-ერთი დაზარალებულის. არის მსხვერპლი და დაჭრილები. არავის არ ინდობენ. საგან თქვენ ნახეთ, როგორ გაუხსნეს ცეცხლი ექიმებს. არც ღმერთისწამ და არც ერი. ქაშუეთის ეზოში განალაგეს სარბაზნები. მოქმედებაში ხალხ ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკები, მსხვილი კალიბრიანი ქვემეხები, რაკეტები. ტყვია დაუშინეს საქართველოს. ძმას, დას, ბიძაშვილებს, ძიძიშვილებს. ძევლად წაიყვანეს ქალაქის მერი თამაზ ვაშაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ავთანდილ რცხილაძე, დაჭრეს ქალაქის სამხედრო კომენდანტი რომან გვენცაძე. მოკლულთა შორის არიან მლოცველი და ქალი. ისრიან დამიზნებით, სიძულვილი და ბოღმით. უგუნურთ არ ესმით, რომ საკუთარ თავს ესვრიან. ნახეთ, როგორ დააზიანეს შენობა. ეს ახალგაზრდები ხელისუფლების დამცველები არიან. ხელისუფლება ერიდება მსხვერპლს და უკიდურეს შემთხვევაში უპასუხებს მომხდარს. მე ისტორია მოღალატეებს იმ სიაში შეიყვანს, რომლებშიც ბერბიჭაშვილები და ორჯონიკი ძეები არიან. ნახავთ კადრებს, როგორ არის დაზიანებული შენობა.
დააკვირდით ტანკს საწინააღმდეგო ნაღმების სკოლი ეს. აგერ მოგხვდა მძიმე ტექნიკა, ხედავთ ალბათ. ვანდალებმა ცეცხლი გაუჩინეს მხატვრის სახლს. საინტერესოა, რა შეპირდნენ პატრონები ძმის მკვლელებს. ერთი ცხადია, სამშობლოს მოღალატის სახელი ერაცდებათ. თლაც საქართველოს წყევლა ყრულვას უთვლის ერის მოღალატეებს. ასეთი მონდომებით რომ მტერს კვეთებოდნენ, დღეს საქართველოს ჭრილობა უკვე მოშუშებული ექნებოდა. ამჩნევთ ალბათ, ჯავშან ტრანსპორტიორი როგორ აფრქვევს ცეცხლს. ხუმბარაც გაისროლა. ეს შენობის დამცველები არიან. ეს ახალგაზრდა დაჭრილია, მაგრამ არ ინიშნებს ტკივილს. ესეც სახელდახელოს სამედიცინო პუნქტი. ნახეთ, ხუმბარის კვალი. რა დღეშია უზენაესი საბჭოს შესასვლელი. რატომ მოიმოქმედეს მოღალატეებმა ეს? მაინც დღეს. ნუ თუ სტალინის ხსოვნას მიუძღვნეს ეს სისხლიანი დღე. გუშინ ხომ მისი დაბადების დღე იყო და აკი თავის მიტინგზე გაიხსენეს კიდეც იგი. არცაა გასაკვირი. ბნელი საქმე აბავის სახელით უნდა კეთდებოდეს. იმან თავის დროზე დაამონა სამშობლო. ახლა ესენი ლამობენ 21 წლის 25 თებერვლის გამეორებას. არაფერი არ გამოვა ამ ავენტურიდან. ისტორიის შარხს უკუღმა ვერავინ შეატრიალებს.
ვანდალებმა პირველი საშუალო სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩინეს, მერე მეხანძრეებს არ აძლევდნენ საშუალებას ოპერატიულად ემოქმედათ. ხედავთ კადრებს. რა შეიძლება მას ეწოდოს?